საღამომშვიდობის 13 სექტემბრის დღის მთავარი ეკონომიკის და ბიზნეს ამბებით ბიზნეს კონტრაქტი თქვენთვის განაგზობს პირდაპირ ეთერში მუშაობას, რომელსაც ბექა ვაციკაძე წარმოგიდგენთ. ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება საქართველოს აგროსასურსათო სექტორს უზარმაზარ საშუალებებს უხსნის ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლა და შეთანხმების მნიშვნელობაზე დღეს სოფლის მეურნეობის მინისტრმა პრესკონფერენცია გამართა ლევან დავითაშვილი. ახლა ჩვენი სტუმარია საღამომშვიდობის ბატონ ლევან, მოგესალმებით. ყველაზე ახალი ამბი დავიწყოთ და კარგი ამბი საქართველოსთან ჩინეთის რესპუბლიკაში ღვინო და მინერალური წყლები და სხვა აგროპროდუქტები ნულოვანი ტარიფით შევამ, რა საშუალებებს ხსნის ის რეალურად ქართველი ექსპორტიორებისთვის და როდი შეძლებენ ისინი რა პერიოდში ამ შეთანხმებით სარგებლობას? ერთმნიშვნელოვნად ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი, ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება შედგა ნულოვანი ტარიფით უკვე მომავალი წლიდან ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე ქართული ღვინის ექსპორტი შეიძლება ჩინეთში. არა მხოლოდ ქართული ღვინის, ეს ეხება ასე მრავალ პროდუქტს, მათ შორის ინდუსტრიულ პროდუქტებს, მაგრამ ჩვენთვის განსაკუთრებით აღსანიშნავია აგროსასურსათო პროდუქტები, რომლებიც რამდენიმეჯერ აღვნიშნე ძალიან გრძნობიარეა სატარიფო ბარიერების მიმართ. ეს დიდ შესაძლებლობებს ქმნის, მე დარწმუნებული ვარ, რომ უფრო და უფრო მეტი იმპორტიორი დაინტერესდება ქართული ღვინით და მიღწეული პროგრესი გადავა შემდეგ ეტაპზე, ჩვენ რეალური გარღვევა გვექნება ჩინეთში ღვინით და სხვა მნიშვნელოვანი აგროსასურსათო პროდუქტებით ვაჭრობის თვალსაზრისით, მაგრამ რა თქმა უნდა, ღვინით განსაკუთრებით, სადაც ძალიან დიდი პოტენციალია ზრდის. ბატონ ლევან, ღვინოსთან დაკავშირებით, როგორც აღნიშნეთ, იქნა დაშვებული, ასე ვთქვათ, უპრეცედენტო შემთხვევა. ანუ ვადებზეც რომ ვთქვათ, ღვინო ყველაზე ადრე მიიღებს ალბათ ამ შეღავათებს, თუმცა სხვა პროდუქტებთან დაკავშირებით რა ვადებს შეიძლება მოესწროს, ვთქვათ, ხელშეკრულების ამოქმედება, უკვე იქ გარკვეული დეტალები იქნება გასავლელი. დიახ, მოდით განმარტოთ მაყურებლებისთვის, მე მინდა მივმართო ასევე იმ საზოგადოებას, ვისაც ეს ეხება, მათ შორის ექსპორტიორებს განსაკუთრებით. ნულოვანი ტარიფით უკვე დაუყოვნებლივ ხელმოწერისთანავე შეიძლება ისარგებლოს არა მხოლოდ ღვინომ, არამედ იმ ყველა პროდუქტმა, რომლის შესახებ რა პროდუქტების მიმართაც მიღწეულია ეს შეთანხმება, ანუ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმში რაც ხდება. ეს ეხება როგორც აგროსასურსათო პროდუქტებს, ისე სხვა უამრავ პროდუქტს, ინდუსტრიულს და ასე შემდეგ. ანუ ათასობით პროდუქტი, რომელიც სხვადასხვა საბაჟო კოდით არის განსაზღვრული, ფაქტიურად თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმში შეიძლება საქართველოსთან ექსპორტირებული იქნას ჩინეთში. ვადებს რაც შეეხება, მოგახსენებთ, შეთანხმება მიღწეულია, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. წლის ბოლომდე ხელმოწერა იქნება დაგეგმილია, წლის ბოლომდე ხელმოწერა აუცილებლად მოხდეს და მე ვფიქრობ, რომ დაახლოებით მომავალი წლის შუა რიცხვებიდან ჩვენ ამ შეღავათებით სარგებლობა შეგვიძლია, იმიტომ რომ იცით მე რატიფიცირების პროცედურებია და ყველაფერი ეს რაღაც გარკვეულ დროს მოიყვება. ბატონ ლევან, რაც შეეხება საინფორმაციო კამპანიას, გეგმავთ თუ არა აქტიური საინფორმაციო კამპანიის ჩატარებას, იმიტომ რომ რეალურად თქვა შეთანხმების პირობებით სარგებლობა შეძლონ ყველა ბიზნეს წარმომადგენელმა, ანუ ყველას კონდეს ინფორმაცია რა და როგორ უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ჩინეთის ბაზარზე მოხვდეს, თანაც ნულოვანი დაბეგრის რეჟიმში. რა სახის საინფორმაციო კამპანია იქნება და როდის დაიწყება ის? დიახ, ჩვენ ყველა პრეზენტაციაში და ჩვენი კოლეგები სხვადასხვა სამინისტროდან ამას ხშირად აღნიშნავთ, რომ საქართველოს ერთ-ერთი უპირატესობა არის ის ბიზნეს გარემო, რომელსაც ხელისუფლება ქმნის. ეს არის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, უკვე არსებული შეთანხმებები ჩვენს მეზობლებთან, დისკის ქვეყნებთან. ეს არის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება თურქეთთან, ახლახანს მიღწეული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროკავშირთან და ამას დაემატა უკვე ჩინეთი, რაც ფაქტიურად 1/3 მსოფლიოსთან თავისუფალ რეჟიმში ვაჭრობის საშუალებას აძლევს საქართველოში წარმოებულ პროდუქტს. ანუ საქართველოში ბიზნესის აი ესეთი მიმზიდველი გარემოა. ჩვენ რა თქმა უნდა დეტალური ინფორმაციის მიწოდებას მოვახდენთ ჩვენს ექსპორტიორებისთვის, ჩვენ ექსპორტიორებს მივაწვით ყველა იმ დეტალზე ინფორმაციას, რაც მათ ჭირდებათ, რომ ისარგებლონ ამ პრეფერენციებით. რა თქმა უნდა, იქნება საინფორმაციო კამპანია, ჩვენ დღეს ფართო საჯარო ეთერით მივმართავთ ყველას, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება შედგა და მათ უკვე შეუძლიათ მომავალი წლის თავიანთ გეგმებში ეს გაითვალისწინონ, შემდგომში უკვე გვექნება დეტალებზე მათთან რა თქმა უნდა საინფორმაციო სახის შეხვედრები. ბატონ ლევან, როდესაც ამოქმედება უკვე შეთანხმება ბოლომდე 2017 წლის სადღაც შუა ნაწილი დავასახელეთ, ეკონომიკაზე რეალურ ასახვას როდის პოებს, ანუ ეს იქნება მოკლევადიან პერსპექტივაში უკვე დაიწყება ეკონომიკაზე გავლენა, ანუ ქართულ ეკონომიკას სარგებლას რეალურად როდის მიიღებს, რა პერიოდში ამის შემდეგ?
ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს რა თქმა უნდა, მოკლე ვადებში მოიტანს უკვე შეღავათს, ეს ეხება სავაჭრო შეღავათებს, რაც სტიმულს გაუჩენს ორივე მხრიდან მეწარმეებს, რომ გააქტიურონ სავაჭრო ურთიერთობები და სავაჭრო ბრუნვა, რა თქმა უნდა, გაიზრდება და ეს პირდაპირ აისახება ჩვენს ეკონომიკაზე. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს იქნება გარღვევა ღვინის ექსპორტის თვალსაზრისით განსაკუთრებით, იმიტომ ვამახვილებ ყურადღებას, რომ ფაქტურად მთავარი საექსპორტო პროდუქტი ამჟამად ჩინეთის მიმართულებით ეს არის ღვინო და ვხედავთ, რომ პოტენციალი გვაქვს კიდევ უფრო მეტი ამ პროდუქტის მიმართ. ჩვენ ვხედავთ, რომ უკვე მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული და ჩინეთი რეალურ ალტერნატივად ჩამოყალიბდა არსებული მნიშვნელოვანი ბაზრების და ამ ფონზე, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ მნიშვნელოვანი სატარიფო შეღავათები ხდება, ფაქტიურად ჩვენ დღეს 48% ნახევარი გვაქვს საიმპორტო გადასახადი ღვინოზე და ეს არის ძალიან მაღალი, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მსოფლიოში. ამ პირობებზე მიღწეული შედეგები გვაძლევს იმის იმედს, რომ ნულოვანი ტარიფის შემთხვევაში ეს იქნება ფაქტიურად გარღვევა და ჩვენ მნიშვნელოვნად გავზრდით ჩვენი ღვინის ექსპორტი. ბატონო, თქვენ აცხადებთ, რომ ჩინეთის ბაზარი დღეს არის ტრადიციული დიდი ბაზრების ალტერნატივა საქართველოსთვის. რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს? ანუ ის ციფრები, ღვინის მიმართულება ალბათ ძირითადი ამ შემთხვევაში, ის ციფრები, რომელიც 8 თვის თავზე გვაქვს და გქონდა ჩვენ და რას დასეულდებით წლის ბოლომდე ღვინის მიმართულებით? დიახ, გეთანხმებით, ეს არის ის მონაცემები, რომელიც ჩვენ ხელს გვაქვს. ჩვენ ხედავთ, რომ ჩინეთი დღეისათვის უკვე მეორე ადგილზეა ქართული ექსპორტის თვალსაზრისით, ღვინის ექსპორტის თვალსაზრისით. ეს უკვე ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა ბოლო 4 წლის თანმიმდევრული მუშაობის შედეგად, იმ ცნობადობის შედეგად, რომელიც ქართულ ღვინის მიმართ შეიქმნა ჩინეთში. თუმცა მე არ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ რაღაც ყველაფერი გავაკეთეთ, ის განსაკუთრებით მოთხოვნადია და ჩვენ შეგვიძლია ამის მერე ნაკლებად აქტიურები ვიყოთ. ეს არამც და არამც არ შეგვიძლია წარმოიდგინოთ. ჩვენ უფრო მეტად გავააქტიუროთ ჩვენი საკომუნიკაციო კამპანია იგივე ჩინეთში. თუმცა მონაცემები შთამბეჭდავია, ის უკვე მეორე ადგილზე გადავიდა. მიღწეული შედეგი კი იმის საშუალებას გვაძლევს, იმის საფუძველს გვაძლევს, რომ ჩვენ ვფიქროთ ზრდა მომავალში იქნება კიდევ უფრო მეტი. წლის ბოლომდე ჩვენ ვარაუდობთ დაახლოებით შეიძლება 5 მილიონამდე ბოთლის ექსპორტიც კი მოხდეს ჩინეთის მიმართულებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ციფრია თუ გადავხედავთ ქართული ღვინის ექსპორტის სტრუქტურას ბოლო წლების განმავლობაში. ბატონო, მეორე ადგილზეა ჩინეთი, როგორც აღნიშნეთ, იმედი გვაქვს, რომ ეს იქნება კიდევ უფრო მზარდი. დიახ. მეორე ადგილზეა ჩინეთი 3.368.361 ბოთლით, უზუსტი ვიქნებით 8 თვის მონაცემები ასეთი იყო ექსპორტირებული. რეალურად თუმცა ჩამორჩენა თქვა პირველ ადგილზე მყოფ რუსეთთან არის საკმაოდ დიდი. იქ 14 მილიონზე მეტი ექსპორტირებულია. რა არის თუ არა პერსპექტივა რეალურად რომ ჩინეთის ბაზარზე ექსპორტი დაეწიოს, თქვა სხვა დიდი ბაზრების, ტრადიციული ბაზრების ექსპორტს და რა პერიოდში შეიძლება რომ ეს პერსპექტივა ავითვისოთ? დიახ, რა თქმა უნდა, ჩვენ ამისი რეალური იმედი გვაქვს, რომ ეს ციფრები გაიზრდება, ის მნიშვნელოვანი იქნება ჩვენთვის, ეს შეიძლება ძალიან მოკლე პერიოდში, რამდენიმე წლიან პერსპექტივაში, დაუშვათ შემდგომი 4 წლის განმავლობაში მოხდეს. თუმცა ამავე დროს ძალიან საყურადღებო და მნიშვნელოვანია, რომ ის გაყიდვები, რომელიც ჩვენ გვაქვს სხვა ქვეყნებში, შევინარჩუნოთ და არანაირად არ უნდა დავკარგოთ, იმიტომ რომ ჩვენ ეს გაზრდილი ექსპორტი უნდა იყოს ფაქტიურად ლოკომოტივი ინდუსტრიის ზრდის, ამიტომ მეტი და მეტი ინვესტორი იქნება შემოვა დარგში, გაშენდება ვენახები, გაიზრდება წარმოება, ამას კი სჭირდება სტაბილური და მდგრადი ბაზრები. ყველაფერი ეს უნდა იყოს თანხმდრაში და რაღაც ჩვენ ვფიქრობ, რომ ვიქნებით თანმიმდევრული. ბატონო ლევან, ლოგიკურად გადავიდეთ რთველი 2016-ზე, რომელიც უკვე მიმდინარეობს, თქვენ გაეცანეთ მიმდინარეობის პროცესს. ამ ეტაპზე თუ გვაქვს ციფრები, რამდენი ყურძენია ჩაბარებული და ზოგადად პროცესი რამდენად მიმდინარეობს და არის თუ არა საფრთხე წელს რომ დარჩეს ყურძენი ჩაუბარებელი და როგორი განწყობაა თავად ფერმერებში და გლეხებში? ცალსახად ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩება, თველი ჩაივლის ძალიან წარმატებით, ჩვენ ამაში დარწმუნებული ვართ, ამის ყველა წინაპირობა შექმნილია, მაქსიმალურად არის ორგანიზებული პროცესი, დღეისათვის ეს უკვე საკმაოდ აქტიურ ფაზაში შედის, ჩვენ უახლოებით პიკურ მდგომარეობას, როდესაც ყველა მუნიციპალიტეტში ერთდროულად ხდება ყურძნის გადამუშავება და დაკრეფა. დღეისათვის 17,000 ტონამდეა უკვე გადამუშავებული ამ მომენტისთვის ყურძენი, ვფიქრობ, რომ ინტენსიური ფაზა
გაგრძელდება შემდგომი 2 კვირის განმავლობაში. საბოლოოდ თველი ჩაივლის ისე როგორც უნდა ჩაიაროს. მე იმედი მაქვს რომ არანაირ ექსცესებს ადგილი არ ექნება, თუ არ იქნება რაიმე ზედმეტი პოლიტიკური რაღაც мотиваცია რომ პროცესების ნეგატიურად წარმოჩენის რაღაც ილუზია შეიქმნას, სხვა მხრივ პრობლემა ნამდვილად არ იქნება და ყველაფერი ჩატარდება ისე როგორც ჩვენ დაგეგმილი გვაქვს და ისი დიდი იმედით გაგვაჩნია. დიდი მადლობა ბატონ ლევან, ჩვენთან გადაცემაში სტუმრობისთვის წარმატებები, ჩვენ რთველი 2016 მიმდინარეობას რა თქმა უნდა დავაკვირდებით, სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი იყო ჩვენი სტუმარი, მადლობა მას გადაცემაში მონაწილეობისათვის. ჩვენ